მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემ ტაროლოგიურ ეზოთერიულ არხზე. ისინი, ვინც ჩემი აუდიტორიის ახალი წევრები ხართ, ან უბრალოდ სტუმრები ხართ და ჩემ შესახებ ინფორმაცია არ გაქვთ, მე ვარ ნეველი, ტაროლოგი, ეზოთერიკოსი და ასევე მაგიური მცენარეების წიგნის ავტორი, რომელიც ბიბლოსის ყველა ქსელში იყიდება და შეგიძლიათ შეიძინოთ საინტერესო ინფორმაციები არის. მოდით დღეს ვნახოთ ძალიან საინტერესო თემის განხილვა. რას გეტყოდათ თქვენი მფარველი ძალა? ყველა ადამიანს გააჩნია თავისი მფარველი ენერგია. შესაბამისად, თქვენი მფარველისგან ის, რაც ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ იცოდეთ. ენერგობალანსირებისთვის საჭირო არის მოწონება, კომენტარი, გაზიარება, მათთვისაც ჩემი არხი არ აქვს გამოწვეული, რომ გამოიწეროთ. პირადისთვის Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე მიკავშირდებთ. მას შესაბამისად, პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის რას გეტყოდათ თქვენი მფარველი ძალა, მეორე ვარიანტი და რა თქმა უნდა მესამე ერთად ამოვიდა, იყოს ესე. შეხედეთ კარტებს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, ვინც არჩევას ვერ მოასწრებთ, შეგიძლიათ დააპაუზოთ, მე კი დავიწყებ პირველი ვარიანტით. დავიწყებ იმით, რომ საკმაოდ ძლიერი მფარველები ყავთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით მამაკაცის სქესის წარმომადგენელი. ძირითადად აქ პირდაპირ მნიშვნელობით რა თქმა უნდა ამომდის ეგრეგორული დაცვა, თუ ქრისტიანები ხართ, რა თქმა უნდა ქრისტიანული კუთხით არის, თუ სხვა რელიგიის კუთხით, შესაბამისი ვინც არის რომელიმე რელიგიის წარმომადგენელი მამაკაცი, ხვდებით ხო, რასაც გულისხმობ კუთხით. აქ საკმაოდ ძლიერი დაცვის თემა არის და შეიძლება ითქვას, რომ მფარველობა საკმაოდ ძლიერი არის, ცეცხლოვანი და მიწის თემები არის აქტიური, უფრო მეტად სტიქიური კუთხით თუ შევხედათ. აქ პირდაპირ მიჩვენებს ესეთ ინფორმაციას, რომ შენ როგორც კი რაღაცა მომენტში გექნება პრობლემური სიტუაცია, გთხოვე დახმარება, ჩვენ შენი ყოველთვის გვესმის, ჩვენ ყოველთვის შენს გვერდით ვართ. უბრალოდ მომენტებში შესაძლებელი არის გავიწყდებოდეს ხოლმე გულწრფელი მადლიერების გამოხატვა. ან უბრალოდ მარტო მაშინ მიმართავდე, როდესაც რაღაცა გიჭირს. ანუ აქ რეალურად ეთხოვენ შენგან, რომ უფრო მეტად იყოს პატივისცემის თემა, უფრო მეტად დაფასება შენი მფარველების მიმართ. ანუ შენივე სიტყვებით შეიძლება თქვა, მადლობა გადაუხადო შენ ენერგიებს, ვინც მფარველობენ, ვინც შენ გვერდით არიან და ვინც გეხმარებიან სიტუაციურად. მეორე მომენტი. ისინი, ვინც გარკვეული კუთხით რაიმე გადაწყვეტილების მიღებას აპირებთ ფინანსური თვალსაზრისით. ეს იქნება რაიმე კონკრეტული შენაძენი სიტუაცია, სამსახურეობრივი თემა თუ ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაკავშირებული არის მატერიალურ საკითხთან დაკავშირებით და ფინანსური კუთხით და ზოგადად საქმიანი თვალსაზრისით, მეტად გააზრებულად მოიქეცი, მეტი სიფრთხილე გამოიჩინე. რაღაცა მომენტ შეიძლება მომხიბვლელი წინადადებები წამოვიდა შენთან სიტუაციურად, მაგრამ არის ნიუანსები, რომელშიც გჭირდება მეტი დაკვირვება, მეტი გააზრებულობა, მაშინვე ნუ დათანხმდები სიტუაციაზე, მაშინვე მიიღებ ამ გადაწყვეტილებას. ხოლო მეორე კატეგორიისთვის, ვისაც კონკრეტულად ეს ფინანსური საკითხების თემასთან დაკავშირებული სიტუაციები ნაკლებად ადარდებს, ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ პირადი სიტუაციების კუთხით ანალოგიური თემა გამოდის, რაღაცა მომენტებში საჭირო არის, რომ დათბობის თემებზე წახვიდე. თუ გინდა, რომ ურთიერთობაში თუ არსებული მამაკაცი ყავს ქალბატონებს და ქალბატონების შემთხვევაში პირიქით ხო, მამაკაცების შემთხვევაში ქალბატონი და ქალბატონების შემთხვევაში მამაკაცი, მეტად მოითმინება გამოიჩინე, მეტი ნებისყოფა ესე ვიტყოდი, ხო? გაიაზრე ის, რომ რაღაცა მომენტში ზოგჯერ საჭირო არის, რომ დათმობის პოზიციაზე წახვიდე. შენ თუ ნებისმიერ სიტუაციაში ყველაფერზე ჯიქურად მიაწვევი, ზედმეტად იქნები უფრო მეტად სიჯიუტის ხასიათები, შესაძლებელი არის სიტუაციები ვერ და არ შეინარჩუნო. აქ რჩევის სახით ამოდის იმოქმედე გააზრებულად, ემოციებს არ მიცე საკუთარ თავი წყობილებიდან გამოგაყვანინოს და დაგაკარგვინოს საკუთარი თავი და პრობლემები შეგექმნას. დახმარებისთვის ყოველთვის ჩვენ გთხოვე შენ მფარველებს. აი ესეთი ინფორმაცია ამოდის არსებულ ვარიანტზე. დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად გეცნოთ არსებული სიტუაციები, გადავდივარ მეორე ვარიანტის თემაზე. ეს იყო პირველი ვარიანტი. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის შეტყობინება შეიძლება ითქვას ერთგვარი, რასაც შენი მფარველები გეტყოდნენ. ვიტყოდი აქ, რომ მეორე ვარიანტის შემთხვევაში პირდაპირ ამომდის ეშმაკის არკანი. დავიწყებ იმით, რომ პოტენციალით საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი ადამიანი ხარ და ხშირად შენი ნეგატიური აზროვნება ან ნეგატიური სურვილები, რაც შეიძლება რომ ადამიანს გაუგზავნო,
ან უბრალოდ გაგეფიქროს საკმაოდ მალე უსრულდებოდეს და მიწასთან სწორდებოდეს ენერგეტიკულ დონეზე, ფიზიკურ დონეზე. აქ როგორც ასე თქვა, პირდაპირ მნიშვნელობით სამყაროსგან მფარველობის თემა მოდის პირდაპირ სიტუაციის კუთხით, ასევე აჩვენებს, რომ შედარებით უფრო მე კლასიფიკაციებად არ ყოფ ხოლმე ესე ბნელი, თეთრი, შავი, წითელი ესე ფერებში, მაგრამ უფრო მეტად ვიტყოდი მუქი ენერგიისგან არის ხშირად უფრო მეტად შესმენილი ნეგატიური აზროვნება და არა მარტო ნეგატიური. პირობითად ეს იქნება მატერიალური თხოვნის სიტუაციები, რაღაცა სურვილების, ასრულების თემები. ანუ მფარველობის კუთხით, როგორც პირდაპირ სამყაროს ენერგია ამოდის სამყაროს სიტუაციები, ასე ამოდის პირდაპირ მნიშვნელობით კი ხვდებით რა ენერგიაც არის არ დავასახელებ. ასე რომ აქ რაც გჭირდება ახლა ამ ეტაპისთვის გააზრება, ჩამოაყალიბო საკუთარ თავში რა რესურსი გჭირდება ამ ცხოვრებაში, რა მიმართულება არის შენი სწორი. ისეთ შთაბეჭდილებან შებრალ ამ სიტუაციების კუთხით ამ ცხოვრების რაღაცა მომენტში ცოტათი დაკარგულ პოზიციაში ხარ ხვდები, ცოტა მეტი დალაგება გჭირდება საკუთარ ემოციებში, როგორც პირადში, ასევე ზოგად თემებში, ანუ მეტად გჭირდება წინ დახედულობა გამოიხედო და გააზრება რა გამოძრავებს ცხოვრებისეულად. აი მომენტებში თითქოს ელემენტად ერთ ადგილზე ხარ გაჭედილი სიტუაციურად და დიდი ხანია ტრიალებ და ტკეპნი ერთ ადგილს. აი აქ რჩევის სახით ამოდის. გაარღვიე ჩაკეტილი წრის მდგომარეობა. თუ კი საჭირო იქნება რაღაცა მომენტში კონფლიქტების კუთხით, რომ ასებული რეალობა გაარღვიე კონფლიქტური კუთხით, ჩხუბის კუთხით თუნდაც, ხო? იმიტომ რომ აქ დიდი ხანია ერთ რელსებზე ტრიალებ და უკვე დრო არის რომ რაღაცა რეალობა შეცვალო. ასევე პირდაპირ ამოდის აქ ინფორმაციები, რომ შენი ყოველთვის გვესმის, შენი ყოველთვის შესმენილია განსაკუთრებით ნეგატიური ასპექტის კუთხით თუ გამოკვებავ ასე არსებულ ენერგიას, ხო? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განმეორდები, საკმაოდ ძლიერი ფიქრის ძალა გაგაჩნია და ზოგადად სურვილების კუთხით აი ეს მენტალური თემა საკმაოდ ძლიერი გაქვს და სიტყვის მაგიის თემა საკმაოდ ძლიერი გაქვს ამ ვარიანტს და მეტი სიფრთხილე ვის რას უსურვებ, ვის რა გზაზე აყენებ. ეს ენერგია გამოიყენე კეთილი სიტუაციების კუთხით და არა ის რომ ვიღაცა ჯანდაბაში გავშვა, ხო? აი ესეთი იყო არსებული ვარიანტისთვის ინფორმაციები, მეტი დალაგებულობა საკუთარ თავში და ჩამოყალიბდი ერთხელ და სამუდამოდ რა გჭირდება ამ ცხოვრებაში და ეს მოთხოვნილებები გაქვს პირდაპირ რჩევის სახით. და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის რაც ამოდის ინფორმაცია, დავიწყებ იმით, რომ ძალიან დეპრესიონერა ტიპაჟის კატეგორიები შეიძლება იყოს და რაღაცა მომენტებში იმაზე უფრო მეტად აბუქებდეთ სიტუაციებს, ვიდრე შეიძლება იყოს. აი, შეგიძლიათ ამ კატეგორიის ადამიანებს ბუზი აქციოთ სპილოთ, დრამატიზირება, გადაშვება მელანქოლურ სიტუაციებში, თავისადმი თვითგვემის მომენტები გქონდეთ. ანუ აქ ჩაგვაბნელა ხო ზედმეტად ბევრს ლაპარაკობ ალბათ მესამე ვარიანტზე, ხო, ისეთი არ მოეწონათ კონკრეტულ ენერგიებს. მოდი ესე ვიტყოდი, აქ რჩევის სახით ამოდის თქვენი მფარველებისგან ინფორმაცია, რომ მეტად იყავი ლაღ პოზიციაში. ნუ გაქვს ეს საკუთარი თავისადმი თვითგვემის მომენტი, საკუთარი თავისადმი ჩაგვრის მომენტი. ნუ ცდილობ რომ იყოს ხვეპრის როლში, ნუ ცდილობ რომ ყოველთვის იყო ჩაკეტილ წრეში. მეტად გაარღვიე არსებული წრე. გამოდი ამ რაღაცა სტრესული სიტუაციები და რაღაცა არ მოგწონს, გამოხატე პროტესტი, გამოხატე უკმაყოფილება არსებულ სიტუაციაში. ხო, აი ამ რეალობის კუთხით, რასაც მიჩვენებს, ძალიან ნეგატიურ ენერგიებში იმყოფები და რაღაც ჩაბნელებულ ენერგიებში ხარ და თითქოს ეს რეალობა, რომელიც შენ გარშემოტრიალებს, შენ მფარველებსაც არ მოსწონს. ანუ შენ რაღაცა ის სიტუაცია ბოლოს დროს შეიძლება და აღწყობოდა განწყობა და ვარქვათ სიტუაციები, რაც ამან განაპირობა. იდეაში აქ მფარველობა უფრო მეტად ამოდის სამსახოვანი ქალღმერთის კუთხით, უმეტესობა შეიძლება მიხვდეთ, ვინც ვერ მიხვდებით, შეგიძლიათ სამსახოვანი ქალღმერთი მოეძიოთ ინტერნეტში. და აი აქ პირდაპირ მიჩვენებს, რომ დროა უკვე რომ რაღაცა შეცვალო შენ რეალობაში. შენ გარეგნობაში არ მოგწონს შენი რაღაცა გარეგნობა, წადი თმები შეიღებე პირობითად ქალბატონების შემთხვევაში, მამაკაცების შემთხვევაში ახალი ვარცხნილობა, გინდ ქალბატონების შემთხვევაში რაღაცა უნდა შეცვალო, ან ჩაცმის სტილი, ან რაღაცა. ანუ შენ არსებულ რეალობაში გჭირდება, რომ შენი თავი გამოიყვანო რაღაც აი ერთფეროვანი სიტუაცია და რაღაცა კარგი სიახლეები გჭირდება, რომ შენი თავი უფრო მეტად სასურველად იგრძნო, უფრო მეტად სტიმული მოგეცეს ცხოვრებისეულად, უფრო მეტად ლაღი გახდე, მეტად იზრუნე საკუთარ თავზე, მეტად შეიყვარე, მეტად დააფასე, ესეთი ინფორმაცია ამოდის. როგორც კი ამ ყველაფერს გააკეთებ მესამე ვარიანტის წარმომადგენლები, შემდეგ რა სიტუაციები გექნება,
პირდაპირ მე უკვე საჩუქრის კუთხით მოგდის წვენი სამყაროსგან, რაც უფრო მეტად შეიყვარებ და დააფასებ საკუთარ თავს, მეტად იქნება დაფასების მომენტები. ჩაიხურება ეს კულმინაციური თემა იქნება ამ რაღაცა დეპრესიების, ანერვიულო სიტუაციების და ავტომატური ბალანსირება მოხდება და სიტუაციების განულება. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, დამიწერეთ რამდენად იზრუნეთ და თქვენთან არსებული სიტუაციები მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.